მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებთ ცოცხალ სესიას. უпростоრად ცოცხალი სესიის ჩაწერას, ამჯერად ვითამაშებ party poker-ზე NL5-ს, რაც ქართული რუმების ეკვივალენტი იქნებოდა ალბათ NL10 რა დაახლოებით, დოლარის კურსიდან გამომდინარეობს, მაგრამ ალბათ ესე NL10. ამის შესაძლებელი ლიმიტი. ეგ არის ჩვენთან რა. თუმცა დავატრიბეთე ლოუბორდზე გონია რომ მაქვს სიბეთი ზოგადად უპოზიციოდ სიბეთები თხილად უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ვფიქრობ რომ ესეთ ბორდზე მაქვს სიბეთი. საკმარის ფოლდეკვითი უნდა იყოს. მოვიდა ესეთი ტერნი რომელსაც არაფერი შეცვალა, ბლანკი და არც არაფერთან გავძლიერდი და შესაბამისად ვფიქრობ რომ ძალიან ესეთი გადამეტებულად ოპტიმისტური სვლა იქნებოდა, ეხლა 30-ის დაფუშვა ჩემი მხრიდან რა. დავჩეკოთ, დავყაროთ. სხვა გზა არ არის. ეხლა რაც შეეხება ამ rooms. ვერ შევედი ამ მაგიდაზე. ერთი მაგიდა კიდე არის NL5, რომელზეც ვცდილობ დაჯდომას და ვერ დავჯექი ვერაფრით. სპეცლაიდერი მაქვს გასასწორებელი, როგორც ხედავ. მინდა რომ 2.5 ბლაინდიც გქონდეს. მაგრამ ჯანდაბას იყოს დავარეიძოთ 3 ბლაინდი ყველა პოზიციიდან. გავაგრძელოთ აგრესია 1/3-ით. აქ ორი სასტრიტე მაქვს. რომელსაც ოპოზიციოთ უბრალოდ გადავყრი. ხო, ამ რომის მიმართ ჩემს სიმპათიას არ დავმალავ, მომწონს ეს რომის სიმართლე რო გითხრათ. ბევრი მინუსი აქვს. მაგრამ მიუხედავად ყველა მინუსების და მომწონს. იმიტომ რომ შემოდგენლობები არის კარგი, რასაც ხედავ, თან ვიცი რომ თამაშობდა ამ rooms. მარტო კარგი მსმენია სიმართლე რო გითხრათ. ვიცი მოთამაშეები ბევრი რომლებიც ძალიან წარმატებულად გაიარა ლიმიტები ამ rooms-ზე, ან გაზარდა ლიმიტები, დავიდა მაღალი ლიმიტებამდე. NL100-ის ჩათვლით აქ შეიძლება თავისუფლად თამაში. აქ ძალიან გადასარევი სიტუაცია არ არის, მაგრამ ბევრი მკვდარი ფულია და შეუდიოთ. თუნდაც სხვადასხვა ფერის დოზვარებით. ეს ფოლდია. არ გავიდა ბლეფი და ესეთ ფლოპზე ვფიქრობ, რომ აგრესიის გაგრძელება ძალიან გადამეტებული ოპტიმიზმი იქნებოდა. მივიღე საპასუხო ჩეკი ოპონენტისგან და ამ საპასუხო ჩეკის წინააღმდეგ უკვე გავალ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მან შეიძლება ოპონენტს დაეჩეკა რაღაც კაროლ დამა, ან რაღაც გავსი კაროლ ვალეტი, ან რაღაცა მსგავსი ენდები, რასაც იდეაში ისედაც წინ ვარ, მაგრამ უბრალოდ რო რივერი ვანახო, უკვე არ მინდა. ჩვენთვის არაფრის მომცემი რივერი მოდის და აი კაროლ დამა რაც ვახსენე, პრინციპში გამოვიდა, რომ თერზე ველიუბეთი გავაკეთე, რომელიც ოპონენტმა გადაიხადა პრინციპში. რაც ოპონენტის მხრიდან არ არის მაინდა-მაინც გადასარევი ქმედება. შესაბამისად, შემიძლია ეს ოპონენტი მოვნიშნო როგორც რეკრეაციული მოთამაშე. პირველივე დარიგებაზე ან პირველივე არ იყო, მაგრამ მალევე მოკლედ აღმოაჩინეთ მოთამაშე, რომელიც აი ლიმპავს და უკვე დავწუნდით, რომ ეს არის რეკრეაციული მოთამაშე. თუმცა ის კაროლ დამით თერნის დაკოლვა იყო ესეთი ძალიან ესეთი ქმედება რა, რომ ანუ ძალიან ხელსაყრელი მოთამაშეა, სავარაუდოდ. რომელთაც პოზიციაში ჯდომა ძალიან მოგებიანია. ეხლა ძალიან ესეთი დროა, ღამის 5-ის 20 წუთია, ამ დროს თითქმის ქართულ რუმებში თითქმის არავინ არ არის.
და რავი 5 მაგიდა თამაშობს NL5 ერთი 5 მაგიდაც NL10 NL25-ზე საერთოდ რავი ბევრი მაგიდებია ზოგადად აი ამ რომში გადმოჯდომას განვიხილავდი აი სტატისტიკას ვერ გავარკვიე ანუ სტატისტიკა რო არ არის დაშვებული ვიცი ამ რომში მაგრამ აი ვიდეო ისტორიას თუ ინახავს რა თუ შეიძლება ვიდეო ისტორია რო გამოითხოვო ამ რომიდან ეგ ვერ გავარკვიე წესიერად და ეგ რო ვიცოდე რომ ვიდეო ისტორიას იძლევა ეს რომი აუცილებლად გადმოჯდებოდი აქ და დავუშვათ მეტი შესაძლებლობა მექნებოდა რომ საკუთარ თამაშზე მემუშავა თან NL25 არის ძალიან ცოცხალი ლიმიტი და კარგად მაგაზე გადავჯდებოდი ვინმე თუ იცით მეც გამაგებინეთ რომ ან თუ შეიძლება რომ აი holder manager-ში ან Antonov-ში აქედან ვიდეო ისტორია გამოვითხოვო რა ამ კლიენტიდან იმიტომ რომ მე რაც როგორც ვიცოდი party poker-დან უნდა გამომეტანა ვიდეო ისტორია ამ კრისტალბეთის კლიენტში მაგ მეთოდით ვერ ვიპოვე აქ ძალიან საინტერესო სიტუაციაა ტრივეთი დამიქოლა ოპონენტო და მე ესეთი ქმედება გააკეთა ეს ოპონენტი მონიშნოთ როგორც მანიაკი ამ ფერში მონიშნოთ მანიაკი საერთოდ არაფერში მოხდა ფლოპზე და მე გადაწყვიტა რომ ეგრე უნდა ეთამაშა ორიანებით small blind-დან დავარეიზოთ. ეს მოთამაშე სავარაუდოდ არის რეგულარი. მოდი პირდაპირ რეგულარად მოვნიშნავ და აი აქ რომ მოვნიშნე, სხვა მაგიდებზეც მოინიშნა პირდაპირ. ანუ multi-tabler-ი არა, multi-tabler-ი რო იყო წინათ არ ვიცოდი და რომ მოვნიშნე, ანუ სხვა მაგიდებზეც მოინიშნა. ესეთი ფუფუნებას არა ვარ მიჩვეული. რა ფუფუნება ეს არის, მაგრამ ქართულ რომებში სათითაოდ ყველა მაგიდაზე გიწევს ადამიანის მონიშნა. ქართულ რომებში არა, ლიდერზე და აჭარაზე რა. აი ევროპის კლიენტი მე მგონი ნიშნავს ყველგან. სამი ქოლი მივიღე და არც ისე კარგი ფლოპი. თუმცა მიუხედავად ამისა, გავაგრძელებ აგრესიას. უბრალოდ საკმაოდ ძლიერი ხელი მაქვს და თან მინდა რომ მივიღო ოპონენტებისგან ინფორმაცია დაახლოებით რა ხდება, ვინ როგორ მოხდა ამ ფლოპში და ასე შემდეგ. დაჩეკვას მირჩენია გავაკეთო ნახევარი ბანკი, გავიდე და ეგ გავარკვიო, ეგ ამბავი. თუ რაღაც ძალიან ისეთი ექშენი მივიღე ვინმესგან, რეიზი რა პრინციპში. ან რამდენიმე ქოლი. უკვე მულტიპოტებში ესეთი სიძლიერის ხელები დიდად გადასარევი არ არის. ამაზე დალაპარაკები გვაქვს. ვა, მეხუთე მაგიდა დავიმატეთ. ძალიან კაი. ოპა. ესეც ესე. და აქ უკვე შემიძლია დავჩეკო. თერნი არც ისე გადასარევი თერნი არ არის, მაგრამ ნუ ვერ ვიტყვი რომ რამენაირად ბევრი რამე შეცვალა მეთქი, მაგრამ აქ ორი ოპონენტის წინააღმდეგ, მოდი შევიყვანოთ ვალეტისა და ვალეტა ცხრიანი და აქ რა ვეცადო რომ ჩეკ-ჩეკით გავიტანო, მაგრამ თუ ესეთი ფსონს მივიღებ რივერზე, რა თქმა უნდა გადავყრე. ვალეტ ცხრიანი საკმაოდ ნორმალური ფლოპი მოვიდა, ფლეშ დრო მაქვს და ორხრივი სასტრიტე. არა, ორხრივი სასტრიტე არ მაქვს, გაჩოდი მაქვს. ეს ექვსიანი უცებ ამის ამერია რაღაცაში. ოპონენტთან მგონია რომ ძალიან ხშირად არის value hand-ი, ძალიან ხშირად, იმიტომ რომ ორ ოპონენტზე გააგრძელა აგრესია. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩემი ხელი იმდენად ძლიერია რომ შემიძლია გავაკეთო რეიზი. თან ოპონენტი მონიშნული ყავს უცებ უკვე როგორც რეგულარი. და ვფიქრობ რომ მოდი აქ ჯერჯერობით სხვა მაგიდებზე მივიღოთ გადაწყვეტილება. და ვფიქრობ რომ მოკლედ რაღაც ფოლდეკვიტი აქ არსებობს აუცილებლად. კიდევ ESD დავიჭირე თერნზე და უკვე მზად ვიყავი რომ სტეკზე მეთამაშა მაგ ხელით.
აქ ამ ოპონენტის მხრიდან მივიღეთ რიბეთი, რომელსაც დავაფორმებთ ფალეტებით, ძალიან დიდი საიზინგი არ მინდა, აი ესე 25. საკმაოდ დინამიური პოზიციებია. ფორმეტი დამიქოლა. და აი ცოტა ჩქარი თამაში მიდის რა. აი ერთი ამას უწონებ ამ რუმს, რომ ცოტა ეს time bank-ები რაღაცა არ უვარგათ რა. კაი, დავჩეკოთ. Forbet bank-ში მივიღე საპასუხო ჩეკი ოპონენტისგან და ბლანკი. აქ ერთი შეხედვით მე შემიძლია გასვლა, მაგრამ მეორე ხრივ ფიქრობ, რომ იმას დავაყრევინებ ოპონენტს, ისედაც უგებ. მაგრამ მათ შორის იქნებოდა ტუზიქსები რა. ხო, საერთოდ ათიანებისგან, აი ბევრი აღარ მიფიქრე ამ თაიმაკების გადამკიდე და თან რაღაცა ცოტა მაინდა-მაინც კარგ ფორმაში არა ვარ მეგონი. ეხა გვიან აღმოვაჩინე ძალიან რომ ოპონენტს ანუ რეინჯში ეს ათიანების ხრიანები და რაღაცა მსგავსი ჰენდები ქონდა, რომლებისგანაც ველი შემელო მიმეყო რა. ეს ჩვენი ძმა, რომელსაც წეგან რაღაცა სისულელე დაგვიფუშა, გავაკეთოთ იზოლირება, ვითამაშოთ ამ ადამიანთან თამაში, პრიორიტეტია. დაღარა. ამას არ ველოდებოდი. ოპონენტი ჩეკავს. ესეთი არაფრის მომცემი ხელი მაქვს, 1/13-ით გავიდეთ, მაგრამ ფლოპი არის ისეთი რა. ან ნორმალური შეიძლება ითქვას, ანუ შეიძლება რა, ასე ვთქვათ, სიბეთს გაკეთება. ზოგადად პოზიციაში სიბეთებს ისე შედარებით ლიბერალურად ვაკეთებთ. თერნზე მივიღე დონკი ოპონენტისგან, მაგრამ მე გავძლიერდი თერნზე და დავქოლავ ამ დონკს და ვნახოთ აბა რივერზე რა იქნება. ნუ რივერზე მიჩეკავს და ვფიქრობ, რომ ჩეკ-ჩეკით აღება იქნება ჩემთვის ყველაზე ლოგიკური იქიდან გამომდინარე, რომ ის დონკი ხანდახან შემოვალეტი ყოფილიყო და როცა ვალეტი იყო, ჩემზე უარესი ვალეტი იშვიათად იქნება, იმიტომ რომ ხო აქ ეხა დავჩეკე, იმიტომ რომ ისეთი საშინელი ფლოპი იყო, რომ რას უნდა გადაიხადა. და აღმოჩნდა რომ სწორედ იქონდა ოპონენტს. ჩემზე უარესი ვალეტი იშვიათად იქნება, იმიტომ რომ ვალეტ 9, ვალეტ 7-იანი მეორე წყვილები აქვს და დავუშვათ დამავალეტი ან რაღაც ეგეთი კიდე მიგებს. გავაგზავნოთ აგრესია. კარგი იქნება და სხვა ოპონენტებზეც მიგვიღო ინფორმაცია. ეხლა ხვდები რომ ამ რუმს თუ ითამაშებს ადამიანი, აი მაინდა-მაინც მულტიტეიბლინგი არ გამოვა რა. 5 მაგიდას თამაშობ და აი ცოტა ისე შეიძლება იმიტომ რომ ხა მიჩვეული არა ვარ და პირველად არა, მაგრამ რაღაც სიები კი გავაკეთე აქ, მაგრამ მოდი უბრალოდ დავქოლავ აქ. უბრალოდ დავქოლავ, რივერსაც უბრალოდ დავქოლავ რა. ორი წვილი მაქვს, მაგრამ ფიქრობ რომ რეიზერს და ძალიან ისეთ ექშენს უარესი ჰენდები ხშირად არ მომცემენ. ეს შემიძლია დავყარო, შემიძლია უბრალოდ ფლოპი ვნახო. რა ხარ რეკრეაციული მოთამაშე ლიმპოს, მოდი მეც ვეცდები რომ ფლოპი ვნახო. რეიზ სოლ ბლაინდიდან დიდი აზრი მეგონი არა აქვს. რახან მოვხვდი მეტნაკლებად ფლოპში. აგრესიას გავაგზავნებ. ეხა ხო, თან ეს თაიმაკები რომ მითავდება, ეს ძალიან ცუდია მე თაიმაკი რომ გამითავდეს, მე უთაიმაკოთ მომიწევს თამაში. ხო, აი ეს მინუსია რა. ეს ძალიან მინუსია. ჯერეთ ისედაც 14 წამია ეს თაიმაკი და მეორეც ერთი ძალიან მალე ირთვება, ძალიან მალე იწყება თაიმაკი, ანუ პირველადი ანუ ეს რეგულარული თაიმაკი არის ძალიან პატარა და რამდენია საერთოდ არც აწერია. კარგი ჯანდაბას რა უყო. ამის ხარჯზე სამაგიეროდ ცოტა დინამიური თამაში იქნება და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მაგიდების თამაში არ იქნება კომფორტული. დისტანცია შედარებით მალე დაგროვდება. სულ 5 მაგი დაენა, 5 ვეზე ვზივარ. ეხა დროც ისეთია, რომ ამ დროს ზოგადად გამიგია რა, რომ რუმებში ამ დროს ანუ გვიან ღამე და დილით, ადრე დილით არის ხოლმე კაი შემადგენლობები, იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ პიკი საათი ამერიკისთვის და კანადისთვის. აქ ამერიკელი მოთამაშეები მეგონი არ თამაშობენ, კანადელები მოთამაშობდნენ. და სავარაუდოდ ალბათ სამხრეთ ამერიკისთვისაც. არგენტინა, ბრაზილია რაღაც. უყვართ მაგეთ პოკერი, სამხრეთ ამერიკაშიც უყვართ პოკერი სხვათა შორის.
მოდი იქნება სხვა მოთამაშეებზეც რაღაცა ინფორმაცია მივიღოთ. ორი ჩეკი. მოდი გავაგრძელებ აგრესიას, იმიტომ რომ კიდე შრალი ფლოპია, რომ თუნდაც ორი ოპონენტის წინააღმდეგ ალბათ შეიძლება მაგ ფლოპის წამოღება. აქ უკვე მეორე ბარელის აზრს ვეღარ ხედავ. და რივერზე სავარაუდოდ მივიღებ ფსონს და მომიწევს დაღარა. ნამდვილად. ვფიქრობ, რომ ერთი ფერის დადიანი უბრალოდ კოლი შემილია მივიღო და ვითამაშო. სკვიზით შეიძლებოდა, მაგრამ აუცილებელი ნამდვილად არ იყო ადრეული პოზიციის დატრიბეთება გამოდიოდა და ადრეული პოზიციის დატრიბეთებას სხვადასხვა ფერის დადიანით მაინც დიდი აზრი არ იქნებოდა. აქ ორი ოპონენტის წინააღმდეგ არ შეუტევ. უბრალოდ დავყრი. რახან ოპონენტები პასიურად თამაშობენ, ჩვენ გავაქტიურდეთ. მაინც მეორე წყვილი გვაქვს, ორი ფლეშ დროდებს შეიძლება რამე გადაიხადოს. რაღაც გაჩოტები იქნება ბევრი ოპონენტებთან. და გადავახტევინოთ. თერდმა მოგცა მეორე წყვილი, მეორე მხრივ დახურა ფლეშები და რაღაც სტრიტები. მაგალითად დამავალეზე. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩორებად კარგი ველიუბეთი გვაქვს აქ და თუ რამეა, ანუ რეიზის შემთხვევაში სავარაუდოდ მოგვიწოდა რომ დაგვეყარა. მაინც გადასარევი სიტუაცია არ გვექნებოდა. ოპონენტზე ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე ალბათ მან მოგვიწოდა რომ დაგვეყარა. ოპონენტის ამიღე კოლი. ვფიქრობ, რომ ამ ფლოპზე ძალიან კარგი ხელი მაქვს. გავაგრძელებ უბრალოდ აგრესიას. თერნიც არის გადასარევი. ვფიქრობ, რომ თერნზეც შემიძლია თავისუფლად გავაგრძელო აგრესია. ოპონენტთან ძალიან ბევრი ისეთი ხელია, რომელიც სავარაუდოდ შემზე უკანაა. შეიძლება იყოს ფლეშ დროები, შეიძლება იყოს რაღაც ცხრიანი ქსები თავისუფლად. მაინც ენა 5-ია და აქ არასდროს ეგ წინააღმდეგ. გავაგრძელებ აგრესიას და თუ რამე ექშენს მოგცემ სავარაუდოდ სტეკზე ვითამაშებ. აი ეს მოთამაშე ჩანს მულტიტეიბლერი, მოდი ავუწე მოვნიშნე და აი სხვა მაგიდებს მოვინიშნე. მოდი იყოს მონიშნული. საიზინგი, ოფენეიზი საიზინგი. არა ეს ჩემი რეიზ დაქოლა, ხო. მოკლედ მულტიტეიბლერი რო არის, წითლად მყავდეს მონიშნული, არა უშავს. თან შევხედავ რა. რა საკეთებს როგორანაირად და კიდე იქნებიან აქ ხა ვიღაც მულტიტეიბლერები, მაგრამ მიჭირს რომ დავინახო. ნახე, იმითი შემილია. აი რაღაცა ფოტოებით შემილია მივხვდე. ო, აი ეს არა, მაგრამ მეორე ბარელი, ორი ოპონენტი არ მინდა ორი ოპონენტთან მეორე ბარელი. ისეთი ძლიერი ხელიც არ მაქვს და სავარაუდოდ აი ამ პოტბეტზე გამოვიმშვიდობებია ამ ხელს. აქ დავადრიბეთოთ 4x-ი.
ორი ქოლი მივიღე. რა 7-იანებს ახლა ოპონენტთან ნაკლებად ველოდები. მოდი გავაგრძელოთ აგრესია. ნუ მანდ მე ფოლდი არ მაქვს. უბრალოდ აი მეორე ქოლმა ცოტა დამაფიქრა. რა უნდა იყოს მეთქი რა. სავარაუდოდ შეიძლება ყოფილიყო ფლეშ დროები. მაგრამ თერნი რა დაჩეკა. შეიძლება რაღაცა 8-იანები ყოფილიყო ან რაღაც ეგეთი. 9-იანები. რაც იდეაში ჩემოლინს სავარაუდოდ არ უნდა იხდიდეს. ფლეშ დრო იყო. თერზე კაროლი რომ მოსულიყო მე დავფუშავდი. მაგრამ კაროლი რომ მოვიდა ჩავთვალე რომ შეიძლება ფლეშ დროები ოპონენტს დაეყარა ჩვეულებრივად და არ ეგ არ იყო ცუდი რომ დაეყარა კაცო, მაგრამ კიდე იყო ის ფაქტორი რომ რაღაც ფლეშ დროები კაროლიქსები იყო და ვიგრო ანუ მაგის მხრიდან იქნებოდა ლოგიკური რომ თვითონ დაეოლინებინა თუ ქონდა ფლეშ დრო ან რაღაცა. მოკლედ თერზე მე მგონი მე უნდა დამეოლინებინა მანდ. ავე სეძავსე დავჭი აქ. დაიშალეს მაგ. ვისთან დავჭი ეგ მაინც ვიცი? რაღაც მაგიდები კი ჩანს აქ. აჰა. ის ცოტა გვიან ანახლებს კლიენტი ცოტა გვიან ანახლებს ინფორმაციას და ამ მაგიდაზე მიჩვენებდა რომ 5 კაცი ზღიხართო და გავიგოცებ დამაბნია მაგრამ ცდილობდი რაღაც სხვა მაგიდა მეგონა დაჯდომას ვცდილობ აი ამ საინტერესო ოპონენტთან მინდა თამაში და კარლ შვიდიანით გავაკეთე ეპიზოდირებას თუ გამატარეს ოპონენტებმა წავა აქ საინტერესო მეორე ოპონენტიც არის სავარაუდოდ აი არასრული სტეკით ეს ოპონენტია რომელსაც ავტომატურ შესყიდვაზე აქვს მეგონი დაყენებული და აქაც ის მოდი ესეც მოვნიშნოთ ну ეხლა თლად ესე თავისუფლად არ შეიძლება მოთამაშეების რეგებად მონიშნო მაგრამ ისე აინც ვიცოდეთ რა რომ სავარაუდოდ რეგულარია რა აქ თუ წავიღეთ ხო წავიღეთ ვერ წავიღეთ კაროლები ორ ოპონენტთან რავი რახან ამდენი ჩეკებია დავარეიზოთ ნუ რეიზი არ ქვია მაგას ბეთი ქვია მაგრამ კი ბატონო ცონი გავაკეთოთ ქართულად არ თქვა მინდიარ თვეში მოკლედ ცოტა ვაქტიურობდი. ბოლოსკენ ცოტა გავაქტიურდი, თითქმის ყოველდღე ვდებდი ვიდეოებს. გირჩევთ რომ უყუროთ საინტერესო ვიდეოებს, რომლებიც დავდე და განსაკუთრებით მათ შორის გამოვარჩევდი პრეფლოპ მოდელს და პოსტლოგ გათამაშებებს. ანუ ორი ვიდეო დავდე, რომლითაც ერთი პრეფლოპზე ვილაპარაკე, მეორეში პოსტლოგზე და რა თქმა უნდა ეს ისეთი აი საბაზისო ფუნდამენტურ საკითხებზე ვილაპარაკებ, ხოლო ხა ერთ ვიდეოში ვერ ამოწურავ, ვერც პრეფლოპს და ვერც პოსტლობს, ანუ ცალსაკე ვიდეოების საკითხია მაგალითად ტრიბეთები, ფორბეთები, ან ტრიბეთ პოტები და სიტყვაზე single race პოტები და რაღაცა პოზიციით, უპოზიციოთ ინიციატივით თუ ინიციატივით ეს ზოგადად ეს თითოეული სიტუაციები არის ცალკე ვიდეოს თემა და ცალკე ვიდეოში საჭიროებს ამოწურვას, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მალე ამის მოგვარება ესე უცებ არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს თემები მე თვითონაც დასამუშავებელი მაქვს და ნელ-ნელა ვცდილობ რომ დავამუშავო და რავი, მათემატიკას დავამუშავებ ხოლმე, სავარაუდოდ იმ თემებზე ვიდეოსაც გავაკეთებ ხოლმე. აქ ერთ კარზე დაიხურა სტრიტი.
მე მაქვს ტოპწყვილი. ოპონენტი გამოდის ეს საიზინგით. იდეაში value-ბეტს გავს, მაგრამ მგონია რომ მაინც შემილია რა დაკოლვა. ზოგადად აი მიკროლიმიტებს აი ეს ახასიათებს, როცა რეკრეაციულ მოთამაშეზე თამაშები, საუბრობთ რეკრეაციული მოთამაშეა. ახასიათებს რომ ესეთი საიზინგი ну პრინციპში ვერ იტყვი ხო? აი და პატარა საიზინგებით ბლეფი ახასიათებს. როცა value საიზინგებზე ძლიერი საიზინგებით გამოდიან ხოლმე, ძირითადად ყავთ ხოლმე რა. ეხლა მაგ სიტუაციაში ზოგადად სტრიტით ძალიან ლოგიკური საიზინგი იყო, ისე ზოგადად, მაგრამ რეკრეაციული მოთამაშეები ცოტა განსხვავებული ლოგიკით ხელმძღვანელობენ რა. ზოგადად ძალიან ლოგიკური საიზინგი იყო სტრიტით რო გაეკეთებინა ეგ. თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ქოლოდი რომ სტრიტს ვნახავდი. მაგრამ აი ის ფაქტი რომ რეკრეაციული მოთამაშეები ხანდახან ესეთი სუსტი საიზინგებით ბლეფობენ, მაგიტო დავქოლე. აქ გავაკეთოთ იზოლირება, ეს ოპონენტი სავარაუდოდ ფიშია. და ქართველები თამაშობენ. ის დაწერეთ რა კომენტარებში ვინმე თუ თამაშობთ ფარტიზე და თუ მოგწონთ, არ მოგწონთ. ქართულ რომებთან შედარებით რა აზრის ხართ ფარტიზე და რაღაც ეგეთები. ზოგადად ეგეთი ინფორმაცია გავცვალოთ რა, სად უფრო კაი სასწავლია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წყალი დავლიე. ვიდეო ჩაწერისას ამდენს რო ლაპარაკობს, თუ პირი მიშრება, თუ წყალი მინდება ხოლმე. მოდი ამ ჰედაფიდან ავდგე რა. მომისაო შემდეგი big blind-ი გამომატოვებინე მეთქი. აი ეს ძალიან კარგი ფუნქციაა. ზოგადად ისედაც მაგიდაზეც რო ჯდები big blind-ზე დაჯდომა შეგიძლია. აი მეგობრებო რომ ჩვენ დაგტოვებთ, შენ სხვა მაგიდაზე გადმოჯექი, აქ არის ადგილები. ეს ცოტა მარცხენა მხარეს ალაგებს ხოლმე მაგიდებს. რატომღაც. აქ ფლოპზე უნდა გავსულიყავი, გამიგრძელებინა პრინციპში აგრესია, რატო არ გამაგრძელე აგრესია, არ ვიცი. ახლა დიდი გადასარევი ფლოპი არ იყო, მაგრამ აგრესიის გაგრძელება შეიძლებოდა რა თავისუფლად რა. რივერზე ესეთ დონკს არ დავქოლავ. რაღაცები დაიხურა რივერზე. ბოლო ოვერკარდი მოვიდა. ფლეშები დაიხურა სტრიტები რა. ვეცადოთ რომ ორიანი დავიჭირო. აქ თუნდაც ერთ ბლაინდზეც გადავოდი. ოპონენტები არასრულის ლეგები ცხედან. კიდე დავრეგისტრირდი დღეს coin poker-ზე. რა ხდება მაგრომში ჯერჯერობით წესია და არ ვიცი, მაგრამ YouTube-ზე ძალიან აქტიურად არეკლამებენ მოთამაშეები. პირველ მეორე პოზიციაში
ესეთი ტრიბეთის მერე სავარაუდოდ ტუსკაროლი შემილია 4bet-ში გაუშვა 4bet პასში ალბათ ან call-ში მე მგონი call-ი ჯობია რა ფლოპი არც ერთი გადასარევი არ არის მე მგონი პირდაპირ დაღრა ჯობია ესეთ ფლოპზე ერთი მერე ამ სესიის მერე შეიძლება შევიხედო GTO Wizard-ში და ერთი აი პირველ მეორე პოზიციაში რა ის აქვს ანუ რა სიხშირით აფორბეთებს სხვადასხვა ფერის ტუსკაროლს ნახო რა ან თუ call-ავს თუ როგორ აკეთებს თამაშის დროს GTO Wizard-ში არ შევიხედები თამაშის დროს ეხლა ფარტი პოკერი არ ვიცი რას აკეთებს მაგას დაკავშირებით მაგრამ ბევრი რუმი კრძალავს ზოგიერთ სოფტს მათ შორის GTO Wizards Flopzilla-ს დაჟე გამიგია რომ ზოგიერთი რომ ჩვეულებრივ კალკულატორის გამოყენებასაც კრძალავს თამაშის დროს, ნუ ყოველ შემთხვევაში სამდენად სიმართლე არ ვიცი, მაგრამ იმ დღეს სტრიმზე ერთ-ერთმა მოთამაშემ კალკულატორი ამოიღო რა რაღაც ოცები გადაიანგარიშა და მე ტიპებმა დაუწერეს ჩატში, GG პოკერზე თამაშობდა და ტიპებმა დაუწერეს ჩატში რომ ავი ხა GG პოკერმა შეიძლება შარი მოგდოსო მაგ კალკულატორის ამოღებაზე და რაღაცა და ნუ მე არაფერი არ მოყვა მაგას ახლა ნახევრად ხუმრობით განიხილებოდა ეგ საკითხი რა, მაგრამ აი მართლა ესეთი პარანოიკები არიან ზოგიერთი რუმი რომ ეგეთ რაღაცებს დიდ ყურადღებას აქცევენ რა. შესაბამისად არ გირჩევდით რომ რამე სოფტი გამოიყენოთ თამაშის დროს. ტრეკერებს არ ეხება ეს აი hand to notes და რაღაც ეგეთებს არ ეხება, იმიტომ რომ ხა ზოგიერთ რუმში ეგ დაშვებულია და ხა party poker-ი მაგალითად ხა ტრეკერის გამოყენებას ვერ აკრძალავს, იქიდან გამომდინარე რომ მე ხა party poker-ს ვთამაშებ, შეიძლება სიტყვაზე party poker-თან ერთად აი coin poker-საც ვთამაშობდე და იქ მჭირდებოდეს რა ტრეკერი. შესაბამისად მექნება ჩართული პრობლემა არ არის. მაგრამ მეორე მხრივ მე რომ რაღაცა კონვერტერი მქონდეს და party poker-ზე ხმარობდე იმ hand to notes-ან რაღაც ეგეც. მაგაზე ბანია რა თქმა უნდა რა. იმიტომ რომ რომში აკრძალულია და მაგრამ აი უბრალოდ გამოყენება მაგ დროს სხვა მიზნებით ტრეკერის შეიძლება. გადასარევი ფლოპი გავაგრძელოთ აგრესია. მეორე ბარას არ ფიქრობ რომ აზრი აქვს. გაჩვენე კი დამემატა, მაგრამ უბრალოდ ამ ოპონენტთან არ ველოდები არანაირ ფოლდებს და მაგითო რა. მე ჩვენია ჩეკ-ჩეკით იქნება რამე მოვედო. ვერ მოვედე რას ვიზამთ. კაცა პატიოსა თავისი დამაექსიანით გაიტანა. ეს დონკმენ 72 მარტო 2 მაგიდაზე ის. ნუ შეიძლება არ იყოს ამ ლიმიტის რეგულარი. მოდი ეს მოვნიშნოთ. აი, ვითალფერში მოვნიშნოთ. რაც იგულისხმობს რომ აი შეიძლება რეგულარი იყოს დაახლოებით ეგეთ რამეს იგულისხმებ მაგ ნიშნულში. პრინციპში სხვა რომებში სადაც არის ყვითელი ფერი, მაგას ეხმარობ ხოლმე რომ შეიძლება იყოს რეგულარი. ზუსტად არ ვიცი. ცისაში ყავს მონიშნული რეგულარები. წვანეში ფიშები და ლურჯში ყავს ხოლმე მონიშნული ლურჯად. აი ესეთი მოთამაშეები რა, შეიძლება იყოს ფიში რა, აი რაღაც ფიში, მაგრამ არც ისეთი დიდი lose rate-ით რა, lose rate-ი არის, აი როგორც win rate-ი არის მოგების მაჩვენებელი, lose rate-ი არის წაგების მაჩვენებელი და ესეთი პატარა lose rate-ი როცა აქვს ფიშს, ეგეთი ფიში, ანუ არც ის საინტერესო ფიში რა. ყავს ხოლმე მონიშნული ლურჯი. ხა lose rate-ებს ჩვენ ვერ ვხედავთ, რა თქმა უნდა, holder manager-ის გარეშე და ტრეკერის გარეშე, მაგრამ ის ზეპირად ხო წარმომიდგენია დაახლოებით რანაირი lose rate-ი აქვს რა. აი ხა ამას მაგალითად ძალიან დიდი lose rate-ი ექნება. აი დიდი lose rate-ში უკვე ითვლება 40 BB100 და ზევით რა. მაგალითად წეგან რო იყო ტიპი, რომელიც მე მანიაკად მონიშნე, იმას დარწმუნებული ვარ, შეიძლება რავი 90 BB100 და ზევით ქონოდა lose rate-ი ვალდ 4-იანებს რო ფუშავდა რა. აი ამას გონია რომ ერთი 50 BB100 მაინც ექნება lose rate და ასე შემდეგ. ნუ დაახლოებით აი ეს რაღაცა. საშუალოდ შემიძლია ხოლმე რა წარმოვიდგინო რა. როცა ესეთი 40 პლუსით blinds აგებს
მოთამაშე 100 დალიგებაში, ეგეთი მოთამაშე შეიძლება უკვე რომ action maker-ად ჩაითვალოს რა. ანუ six-pack მაგიდაზე ერთი ეგეთი რო იჯდეს იმ მაგიდის თამაში ღირს. მაგრამ მეორე მხრივ გააჩნია რომელ პოზიციაში ზიხარ რა. თუ პირდაპირ პოზიციაში უზიხარ, მაგრა დასწორებს, თუ ჩერეს პოზიციაში უზიხარ. აი დავუშვათ აქ რო იჯდეს და მე აქ სადაც ვიყარ. კიდე არა უშავს და თუ სხვა პოზიციაზე ზიხარ, უკვე შეიძლება შენთვის აღარ იყოს მაინდა-მაინც მომგებიანი ეგ პოზიცია რა. დაახლოებით აი ესეთი არის ზოგადი რეკომენდაცია რა. თუმცა ეხლა რა თქმა უნდა რეგულარები მოდი იზოლირება გავაკეთოთ ლიმპერია მაინც, ლიმპერი მოვნიშნოთ პირდაპირ. რეგულარები ასევე სავარაუდოდ თვლიან ხოლმე რომ ერთმანეთის მიმართაც აქვთ რაღაცა უპირატესობები და ანუ ასე ვთქვათ, მარტო ფიშზე არ აკეთებენ ხოლმე სწორებას და რაღაც მაგალითად ერთმანეთზეც ასე ვთქვათ აქვთ ხოლმე რა იმედი რომ დავუშვათ აი ვიღაც რეგულარების ხარჯს აპლუსებენ რა. და ხო, შეიძლება იყოს მართლა თეორიულად ვიღაც რეგი, რომელსაც სხვა რეგებზე აქვს რაღაცა ასე ვთქვათ უპირატესობა და იმ რეგმა დავუშვათ ფიშთან ოპოზიციოდაც პლუსში ითამაშოს რაღაც მაგი და კიდე შეიძლება ესეთი წარმოდგენა უბრალოდ სტარი წარმოდგენა კონდეს ვიღაც რეგულარს და უბრალოდ თუთ მაგიდებს თამაშობდეს. ესეთი უფრო ხშირად ესე ხდება ხოლმე. იმიტომ რომ ხო, აი მან ძალიან დიდი მნიშვნელობა კიდე მარტო skills და იმას არა, კიდე reikbacks აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როგორი reikback-ი, თუ მართლა ძალიან კარგი reikback-ი აქვს, ხო, ადამიანს. შეიძლება ეგეთი რაღაცის წარმოდგენა, რომ რეგულარების ხარჯზე, რეგულარებთან რაღაც უპირატესობაზე ითამაშებს და რაღაც ეგეთი. თუ ცუდი reikback-ის პირობებში მიდის თამაში, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე მიკროლიმიტებზე, ხო? მაგ შემთხვევაში ძირითადად ძალიან ძნელია, რომ ოდნავ მაინც ადეკვატურ მოთამაშეზე, არა თუ რეგულარზე, არამედ თუნდაც ფიშზე, ოღონდ 40 big blind-ზე ნაკლები lose rate რო აქვს ეგეთზე. იქონიო იმ ხელა უპირატესობა, რომ რეიკი გაისტორო და კიდე პლუსში ითამაშო. უპოზიციოდ. პოზიციაში კიდე შეიძლება წარმოდგენა. ამ ერთი ფერისტოს კაროს მიუხედავად იმისა, რომ პირველ პოზიციას ვეთამაშები, ანუ ფორბეთის დაკვალვასა და ფუშ შორის მაქვს არჩევანი და ზოგადად ხო მოდი ამასაც შევხედოთ ამ სიტუაციასაც შევხედოთ მე იმაში კოლი არის ხოლმე ხშირად ანუ იმას უყვარს ხოლმე რა ვიცი რომ ამას დავყრი იმას უყვარს ხოლმე სოლერს უყვარს ხოლმე ფორბეთების დაკვალვა ზოგადად მაგრამ მე ამ შემთხვევაში ოლინი მერჩინა დაკვალვითაც ვერაფერ სასარგებლოს ვერ გამოვტყუებდი ამ დადგებას სავარაუდოდ ტუზების წინააღმდეგ, მაგრამ ხო, ეგეთი ვარიანტია რა. ერთი ფერისტოს კაროლი, ხო, რანი თვაისი მაქვს მონიშნული იმასაც როგორც ჩანს და რანი თვაისი ვერ გვიშველის ისეთი დომინაციის გვიშველს. საერთოდ ტუზებთან ტუზ კაროლი ძალიან სულად დგას. რა თითქმის ერთი ფერისას მე მგონი 12 თუ რაღაც ეგეთი პროცენტი აქვს და სხვადასხვა ფერისას 10-ზე ნაკლები რა. ეს რანი თვაისი წინა ერთ-ერთ ვიდეოზე კომენტარებში იყო კომენტარი რომ თორნიკეს კომენტარი იყო სტრიმერია თორნიკე რა იცლი პოკერ ქვია მაგის სტრიმს და იყო კომენტარი რომ არისო დამატებით რეიკი მიაქო რაინ თვაისო და ხო არ მიაქვს დამატებით რეიკი ჩაოლებრივი რამეა რა იგივე რეიკი მიაქვს რაც ჩაოლებრივ წაიღებდა რა უბრალოდ შეიძლება რამე რუმს კონდეს ახლა მაგაზე მე თავს აღარ ვერ დადებ შეიძლება რამე რუმს კონდეს რამე დამატებითი რეიკი მითითებული რანი თვაისზე მაგრამ მე არ მინახავს ეგეთი რაღაცა სიმართლე გითხრა მაგიდა ხო და უბრალოდ დისტანციაზე გამოდის ის რომ მაგალითად ახლა ტუზებიტუს კაროლზე გინდა რაინ თვაისი ითამაშე დიდად დისპერსია მაგით არ შეგიმცირდება მაგრამ ზოგადად ის equity რაც გეკოტნის პოტიდან აი მაგალითად ტუზ კაროლი 2 დამაზე რო თქვათ ხო თითქმის კონფლიქტია რა 55 თითქმის არა კონფლიქტი ქვია პოკერში მაგას მაგრამ თითქმის 50-50-ზე ჩანს 55-45-ზე კერძოდ რა ხო და ანუ ტუზიან კაროლი ხან მოვა ხან არ მოვა და რაინ თვაისი ის არის რომ
შევა პირველ ბორდზე არ მოვიდეს, მეორე ბორდზე მოვიდეს და უბრალოდ გაიყოთ რა. იდეაში რა დისტანციაზე რა, აი უსასრულო დისტანცია წარმოვიდგინოთ, ანუ ისე მაგალითისთვის მოდი 100 დარიგება წარმოვიდგინოთ. 50-ჯერ მოიგებ, 50-ჯერ წააგებ თუ 100 ჯერ გაიყობ, ხა დიდი მნიშვნელობა მაგას არ აქვს რა. მაინც ხა გავყიდეთ, ხა ვიყიდია და საბოლოო ჯამში იგივე რეიქიც გადახდა კიდეს ორივე შემთხვევაში. აქ პირდაპირ გავზარდე, flash draw board-ია, ორი ოპონენტია. მიუხედავად იმისა, რომ ესეთი მონსტრი მაქვს, უნდა გავითვალისწინო სად ვარ და ვარ NL5-ზე, სადაც თამაშობენ პატიოსანი გადამხდელები. თერზეც გავაგრძელებ აგრესიას, თერზე უკვე არაფრის აღარ მეშინია, იმიტომ რომ გაწყვილდა და შესაბამისად უკვე დიდი საიზინგი ძალიან აღარ გავალ. 1-13-ს გავალ, რომ დავუშვათ ამის გადავახტევინო მეთქი, მაგრამ აქ ხალხი ხალხს პრობლემა არ აქვს საერთოდ, იხდიან ყველაფერს. შესაბამისად იმ რუმებში, სადაც მოკლედ რაინ თვაისები არის, მე მონიშნული მაქვს ხოლმე რაინ თვაისი რა, რომ დისპერსია შემცირდეს. არიან მოთამაშეები, რომლებსაც არ მოწონთ რაინ თვაისები, სხვადასხვა მიზეზების გამო. რაინ თვაისის გარდა კიდე არის ხოლმე შესაძლებლობა, რომ 3-ჯერ გაიხსნას ბორდი. ზოგიერთ დროს ეგეთი შესაძლებლობაც აქვს. რაინ თვაისები არ მოწონთ ხოლმე, იმიტომ რომ მაგალითად ისეთ თამაშებში, სადაც მოთამაშეები ცდილობენ რაღაც ერთმანეთი გატილტონ რაღაცა, ასე შემდეგ, დისპერსიის შემცირება დიდად არ შედის ხოლმე რა. მაგათ ინტერესებში ძირითადად აი რეგვარებში, ანუ სადაც რეგულარები ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობენ და ასე შემდეგ, ბევრი მოთამაშე უარს ამბობს ხოლმე რაინ თვაისებზე. თუმცა აი ესეთ რეგულარულ თამაში ვფიქრობ, რომ ძალიან მოსახერხებელი და კარგი რამეა, რითიც უბრალოდ დისპერსიას შეამცირებს ადამიანი და მაგრად ასწორებს რა, მე მევასება. აქ ამ ხელსაიზინგი არ უნდა, 1/13 შეიძლება და თავისუფლად. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი მაქვს და ხო, აქ არის ლიმპი, იზოლირება, მერე ქოლი. მოკლედ თან ამას სავარაუდოდ რეკრეაციული მოთამაშე აკეთებს. მოკლედ ჩემი ტუზდამა, მოდი დავყრიამ ტუზდამას, რაღაც ვერ მოვუფიქრე ვერაფერი და თაიმაკიც გამივიდა და ხუთიანასაც დავყრი. როგორც ეძახოდნენ ჩვენს თამაშს, no limit fold-ემ ესე ეძახოდნენ ხუმრობით ადრე და ეგეთ სტილში გავათამაშე ის ტუზდამა, მაგრამ რატომაც გონია რომ რაღაც ისეთი დინამიური სიტუაცია იყო, რომ ერთი შეხეს კვიზზე წამივიდა ხელი, რომ მეთქი კლარიფული წამოვიღო მეთქი, მაგრამ მე მეორე მხრივ ანუ არასრული სტეკი რო აკეთებდა. თუ არასრული სტეკი არ იყო ის. ვერ მივხვდი აზესიერად. ეს არ იყო არასრული სტეკი, ხო? არ იყო არასრული სტეკი. უბრალოდ ისეთი საიზინგით გააკეთა იზოლირება 5.6-ით, რომ უცებ მე მეგონა რომ არასრული სტეკი იყო. კაი, ამ ხუთიანებით მოდი გავაკეთოთ იზოლირება, ეს ოპონენტი ლიმპავს და მოდი ჩვენს ვიშარგებლოთ ამითი. Full house-ი. მაგრამ ისეთი ცოტა კოჭლი full house-ი. ეგენა მივიღეთ ერთი ბლაინდი. რავი, მე გავზდი. დიდად რა აზრი აქვს ამ გაზდას? ერთი შეკითხვა შეიძლება გაჩნდეს, იმიტომ რომ მე გამიჩნდა და მოდი მე თვითონ უპასუხებ ჩემთანს. უფრო ტარიფულის წამოღებაზე იყო რა, ეგ გაზდა ვიდრე ველიუზი ან რაღაც ეგეთი რა. იმიტომ რომ ორივე ერთად ჯამში ექნებოდათ რავი. მინიმუმ 1-2 და ზოგ შემთხვევაში 4 ოვერკარდი და რომელსაც თუ მოედებოდნენ, მე არაფრის დიდებით აღარ დაყრიდნენ და შესაბამისად მერჩინა რომ მანდვე სავარაუდოდ იმ ხუთიანებით წინ ვიყავი, იმიტომ რომ თითო ბლაინდი შემოვიდნენ და მერჩინა რომ იქვე წამეყო რა. ამ ბორდზე 1/13 ვეცდები გამოდანას. ამასობაში კაი 45 წუთია ვთამაშობ. ისე გაიქცად რომ რაღაცა სასიამოვნო თამაში მიდის რა, სხვათა შორის ამ რუმში მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ flash draw მაქვს, გაწყვილებული ბორდია და ოპონენტი ისეთ hands ვანახებს, რაც ხშირად ტუზია და მე რო flash დამეხურება შეიძლება მაგას full house-ი მიცეს ისეთ ზოგიერთმა კარტმა და მოკლედ უკუ implied odds-ებზე თამაში არ მინდა.
მაგ ფლეშს დროს გადავაგდებ. თან ნაცფლეში რო არც არის. მოკლედ მოდი დავამთავროთ ახლა რამდენი უნდა ვითამაშო ბოლო 45 წუთი ისედაც ბევრი ამდენს არ გიგვავდი. კარგით, დაგემშვიდობებით. მე მგონი, რავი, მეტაკლებად ნორმალური საინტერესო ვიდეო გამოვიდა, რაღაც ისტორიები მოვყევით, ან ამ რომში შევხედეთ სიტუაციას. რავი, მე რაღაც გამისწორდასავით თამაში. მერეც გავაკეთებ, შეიძლება NL-აცაც გავაკეთო სესია. NL2-ზე რეგულარულ მაგიდებზე აღარ გავაკეთებ, ანუ იმაზე მქონდა. Fast forward-ზე NL2-ზე მქონდა და კარგი, დაგემშვიდობებით აქ. წარმატებებს გისურვებთ მაგიდებთან.